გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? 3 ცუდი და 3 კარგი ამბავი მაქვს. რა თანმიმდევრობით გითხრათ? 1 ცუდი, 1 კარგი, 1 ცუდი, 1 კარგი და ასე გავყვეთ თუ 2 ცუდი, 2 კარგი, 1 ცუდი, 1 კარგი თუ ჯერ 2 ცუდი გითხრათ, მერე 3 კარგი და მერე 1 ცუდი. კომენტარებში დაწერეთ სულ რამდენი ვარიანტი არსებობს, რამდენი კომბინაციით შემიძლია გითხრათ 3 კარგი და 3 ცუდი ამბავი. ChatGPT-ს შეეშალა სხვათა შორის 20 ვარიანტიაო მითხრა. არ არის 20, ბევრად მეტი. სანამ პასუხს დაწერთ, მანამდე ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ზარის ხილაკი ჩართეთ. ერთა ლიგის 2026-27 წლების სეზონის წილისყრა დასრულდა და გავიგეთ ჩვენი მეტოქეები. კარგი ამბავი ისაა, რომ არ შეხვდა ესპანეთი. გასაგებია, რომ ესპანეთი A დივიზიონშია და ვერ შეხვდებოდა ფიზიკურად, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ყოველთვის არის შანსი, რომ ესპანეთი დაგვეტაკოს. კი, კაცო, საქართველოს სად არის? მოდი. ცუდი ისაა, რომ უნგრეთი შეხვდა. უფრო სუსტით შეიძლებოდა ისრაელი მაგალითად, თუმცა რაღაც სასწაულის სხვაობა დონეში არ არის მაინც. კარგი ამბავი ისაა, რომ მეორე კალათიდან შვეიცარია არ შეხვდა, ცუდი ისაა, რომ უკრაინა შეხვდა. უკეთესი ვარიანტით შეიძლებოდა ამოსულიყო ბოსნია, მაგალითად. კარგი ამბავი ისაა, რომ მეოთხე კალათიდან შვედეთი არ შეხვდა, ცუდი ისაა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია შეხვდა, ამოსულიყო მაკედონია, მაგალითად. ჩრდილოეთ დარჩენილიყო, მაგრამ მაკედონია ყოფილიყო. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ძალიან არ მომწონს სახელმწიფოს სახელწოდებაში ჩრდილოეთ, სამხრეთ და ეგეთი სიტყვები რო ურევია. სახელმწიფო თუ ხარ, არაფრის დაკონკრეტება არ უნდა გჭირდებოდეს. ირლანდია, ჩრდილოეთი, კორეა რომელიც სამხრეთი, მაკედონია ის დათოსი? არა, რა პონტია, სახელმწიფო თუ ხარ, იყავი შენს გაგონებაზე, ეგრევე უნდა იასნდებოდეს ყველაფერი, დამატებით კითხვებს არ უნდა აჩენდე. რომის იმპერია იყო იქამდე, სანამ რომის იმპერია იყო და მორჩა ბაზარი, როგორც კი გაიჩითა აღმოსავლეთ რომის საღვთო რომის იმპერია, მარცხნივ ჩაუხვევთ თუ არა ეგრევე რომის იმპერია, ეგრევე დაერხათ. ამიტომ სახელი უნდა იყოს სახელი. ზემო, ქვემო სახელმწიფოს არ შეეფერება რა. ჩემი რჩევა იქნება სახელმწიფოებთან დაირქვათ ისეთი სახელები, რომ ზედმეტი კითხვები აღარ ჩნდებოდეს. ბაზარი უნდა კვდებოდეს. ირლანდია დამთავრდა. ბაზარი უნდა მოკვდე. ჩრდილოეთ დავუბრუნდეთ წილისყრას. ვილის ანიოლმა წილისყრას შეაფასა და დიპლომატიურად შემოგვაპარა უამბიციობა. ისე შემოგვაპარა რა. ციტირებ. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. განაცხადა ვილის სალი. დიდ ტურნირზე გასვლაც ახსენა და შანსების გამოყენებაც, მაგრამ ესეც ჩაგვირტყა, რომ B დივიზიონში დარჩენა მნიშვნელოვანია. ბაზარი არა, მესმის, რომ არ ვართ ჯერ ის დონე, რომ პირველი ადგილის გარდა სხვას არაფერს განვიხილავდეთ, მაგრამ არ მომწონს რა, მიდგომა, აზროვნების მოდელი არ მომწონს. კენჭისყრა ჩატარდა თუ არა, პირველი ადგილის შენარჩუნება რო გაგახსენდა, ეგრე მოწყობილი ტვინი არ მომწონს. მე მაპატიეთ. ევრო 2028 გაიმართება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ოღონდ ასე მარტივად არაა საქმე. UEFA-მ ძალიან იფიფავა. მასპინძლის სტატუსი აქვთ ინგლისს, შოტლანდიას, უელსს და ირლანდიას. მარტო ჩრდილოეთ ირლანდია არ არის მასპინძელი. თავის მხრივ, მასპინძლებად ვინც მიიჩნევიან, მათ გარანტირებული არ აქვთ ევროპაზე თამაში, როგორც მასპინძლებს. მაგრამ თუ შესარჩევიდან ვერც ერთი მასპინძელი ვერ გავა, UEFA 4 ვერგასული მასპინძლიდან 2 საუკეთესოს აჩუქებს საგზურს. მიხვდით რამე? სრული აყლიოზი, მეგობრებო. ეხლა დაუკვირდით
რამხელა მაიმუნობა არის ჩადებული. ეხლა გავყვეთ. UEFA-მ ევროპაზე 4 მასპინძელი რო დაუშვას მასპინძლის კვოტით, ან პირდაპირ 4 ქვეყანა რო გაიყვანოს, ტეხავს რა პონტია. ყველა ეტყვის, რომ ბარე ევროკავშირი იყოს მასპინძელი ქვეყანა და 27 ნაკრები გავიდეს პირდაპირ, ხო? ეგ თემაა რა. ამიტომ UEFA-მ იკაცა და მეძმაო არც ერთ მასპინძელს არ უაძლევს საგზურს. ყველამ იბრძოლოს გასასვლელადო. მაგრამ რო რამე და ვერავინ გავიდეს, ხა, ეგეც ტეხავს, ხო, არც ერთი მასპინძელი არ თამაშობდეს. ამიტომ საუკეთესო 2-ს ამ 4-დან ვაჩუქებო. გადაგინახავთ 2 ადგილს. თუ ვერავინ გავა ევროპაზე ამ 4-დან, ესე იგი 2 საუკეთესოს ხო აძლევს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? რა არის ჩაფიქრებული? ინგლისი შესარჩევიდან ხო გავა უეჭველი? გავა. უელსი, შოტლანდია, ირლანდიიდან 1 როგორ ვერ გავა ევროპაზე, ხო? 3-დან 1 როგორ ვერ გავა. 3-დან რომელიღაც გახვალთო და დარჩენილ 2-ს კიდე გაჩუქებთ რა. ანუ ყველა. ესა UEFA-ს ჩანაფიქრი. ესა UEFA-ს ჩანაფიქრი, როგორ გავიდეს ევროპაზე 4-ვე მასპინძელი კანონიერად და დემოკრატიულად. როგორც იყო წესებში ნათქვამი, ეხა ეგრე 4-დან 2-ს ვაძლევდი, მაგრამ ესენიც გავიდნენ ეხა და. ოჩაღ UEFA, მაგრად მოიფიქრეთ, ვერაფერს მივხვდით. გაგვაცურეთ. ფაქტობრივად გაგვაცურეთ. კაი, დაუშვათ დანარჩენმა ევროპამ არ ამოვიღეთ ხმა. ჩრდილოეთ ირლანდიასთან არ გიტყდებათ? არაფერ შუაში ისინი. ჩრდილოეთ ირლანდიელების ადგილას დედის სოფელს გაგინებდით ყველას. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია დიდი ბრიტანეთი და ირლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია არც ბრიტანეთში მიათვალეს და არც ირლანდიაში. ჩრდილოეთ ირლანდია ვერ გავიდა ვერც ირლანდიაში და ვერც დიდ ბრიტანეთში. ისე მაინც გექნათ, რომ სიტყვაზე ინგლისი და შოტლანდია შესარჩევით თუ გავიდოდნენ ევროპაზე, ირლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელს შორის 2 საუკეთესო მიიღებდა საგზურს რა, ის გადანახული 2 საგზური რაც არის. მანდ მაინც ჩაესვათ ჩრდილოეთ ირლანდია, რომ კაი თქვენ თავისით გახვალთ 2 და 3 ვინც დარჩებით, იქ მაინც შანსი მიეცათ. მარტო ჩრდილოეთ ირლანდია როგორ მოტეხეთ ყველაფრიდან. აი ძმებო, ჩრდილოეთ ირლანდიელებო, მაგიტო არ უნდა იყოს ქვეყნის დასახელებაში ჩრდილოეთ სამხრეთ გვერდზე ზემო პირიქითა ირლანდია. რაცაა ესა, მეგობრებო? ამ სისტემაში უნდა გავიდეთ ევროპაზე. რეალურად 20 ნაკრებში უნდა მოხვდეთ, იმიტომ რომ 4 ადგილი უკვე გაყიდულია შინაურებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ჯგუფში დავიკავოთ პირველი ან მეორე ადგილი. პირველი ადგილი გასაგებია, კამფეტ, მეორე ადგილს რაც შეეხება, მეორეზე თუ გავედით, ამით შესარჩევის წილისყრაში გადავდივართ მეორე კალათაში. და ერთა ლიგის მერე რო შესარჩევი დაიწყება, ძველი შესარჩევი, ტრადიციული, მანდ გვეჭითება შანსი, რომ ძალიან კარგ ჯგუფში მოხვდეთ, იმიტომ რომ მეორე კალათაში რო ხარ, კაი ჯგუფში მოხვედრის შანსები სერიოზულად იზრდება. რა თქმა უნდა ვიფიქროთ მხოლოდ და მხოლოდ პირველ ადგილზე, მაგრამ გვახსოვდეს, რომ რამე მეორე ადგილიც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ისე დაალაგდება, რომ რაღაცა მეორე ადგილი ჯიბეში გვაქვს, მეკარე არ ჩავიდეს კუთხურზე. ვიცოდეთ, რომ მეორე ადგილიც მნიშვნელოვანია რა. საერთო ჯამში ჯგუფი ისეთია, რომ არც ერთი ნაკრების, არც ერთ ადგილზე გასვლა დიდი სენსაცია არ იქნება, ყველასთან შეუძლია თამაში. ამაზე რთული ჯგუფიც შეიძლებოდა და ადვილიც. არც სიკვდილის ჯგუფია, არც სიცოცხლის. ეგ არის რა. რავი, ვიყომაროთ რა. ეგეთი ჯგუფი, საყომარო ჯგუფია და ვიყომაროთ. ბრიტანეთში ნამყოფი არ ვარ და ბარემ ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩავიდოდა კაცი ბრიტანეთში. რა გულაობა იქნება ევროპაზე. ბრიტანეთში ევროპის ჩემპიონატი ბრიტანეთში ძალიან მომინდა.
აბა ბიჭებო, არც თქვენ მოიკლოთ 6 ამოვნება და არც ჩვენ მოგვაკლოს, რომ ბრიტანეთში ევროპის ჩემპიონატზე წავიდეთ. კარგი, შევცვალოთ თემა. დავრჩეთ ოღონდ ბრიტანეთში. მანჩესტერმა ვერ მოიგო ზედიზედ 5 თამაში. როგორც ჩანს ის ბიჭი კიდევ დიდხანს ვერ შეიჭრის თმას. უეინ რუნიმ ერთი მაგ ბიჭის კეთილებიცო. ვინ ჩემი სპარტაკიაო, რაზე მაბაზრებთო საერთოდო, რომ დაუფიქრდე მართალია რუნი. აი ერთხელ გავიცინეთ, ორჯერ გავიცინეთ, სამჯერ. ახლა უკვე ჯიგარო სხვა სამსახური იპოვე რამე რა. სხვა რაღაცით აკეთე ხა, ისა. ფული. აკეთებს ნეტა ფულს მაგით. არ ვიცი. ნუ პოპულარობით რაღაც ფულს გააკეთებს ახლა. კი, ხო? ხო, მესმის, მაგრამ ნუ ყველაფერს აქ თავის დრო, გავიცინეთ, გვეყო, ეხა ძმა რაღაცა სხვა საქმე მუშაობა დაიწყე რა. საქმეს მიხედე რა. ან თუნდა მაგთებით გააგზავნე. თავარი ისაა, რომ ქერიქმა გააცოცხლა გუნდი, ძველი მანჩესტერის ვაიბები მოიტანა. პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში ისევ დავიწყე მანჩესტერის თამაშების ყურება სტაბილურად. როდის იყო ბოლოს ეგეთ შემთხვევა, რომ მანჩესტერის თამაშებს უყურებდი ზედიზედ, აღარც მახსოვს რა და აი ქერიქმა დამაწყებინა ისევ. გამოვა რამე შორეულ პერსპექტივაში ქერიკის მანჩესტერიდან. არ ვიცი, ვნახოთ ზაფხულში რა სტილის ტრანსფერებს გააკეთებს და გეტყვით. მანჩესტერი ჩემი აზრით უნდა იყოს ბრიტანული სულის გუნდი. ხო და აი ქერიქმაც თუ ზაფხულში მარიო ჩიმარუები დაიმატა, არ გამოვა არაფერი, ჩემი აზრით. მეორე პრობლემაც არის, როი კინები და რუნები აღარც აღარსებობენ დღევანდელ ფეხბურთში. რომც არსებობდნენ, დისკვალიფიკაციას მისცემდნენ ალბათ 10 წლით. ანუ აღარ ნახავ ეგეთ ხალხს რა. და სად უნდა იმპოვო მანჩესტერის შესაფერისი ხალხი, ძნელია. ისევ ამ ფუნთუშებზე გაზრდილ, ტალახზე ალერგიულ, გლუტენ ფრი ტიპებში უნდა შეირჩეს ვინმე, ვინც მანჩესტერს გამოადგება, მაგრამ მანდაც შეიძლება მეტნაკლებად. ანუ რა ვიღაცა უნდა იპოვო რა, მაინც საშენო რა, ეს სხვანაირად არ გამოვა რა. ნახოთ, მოკლედ ქერიკის ტრანსფერები გამოაჩენს ყველაფერს და მაგის სატრანსფერო ფანჯარა რო დაიხურება ზაფხულის მერე გეტყვით მანჩესტერს ეშველება რამე თუ არა. დღეს ახალი რუბრიკა გვექნება. ჯავახ კოუჩი გირჩევთ, ესეთი რუბრიკა, პრემიერა რუბრიკის. გადავწყვიტე გავხდე კოუჩი, პირველი კოუჩი საქართველოში, რომელიც არაფერს შეალამაზებს და პირდაპირ გეტყვით სათქმელს. რუბრიკით დავიწყებ და თუ იქნება მოთხოვნა, დამიძახეთ მოვალ ხანგრძლივ ლექციებსაც ჩავატარებ. პირველი თემა. როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება? გულს მოვუსმინოთ თუ ტვინს? ერთ ამბავს მოგიყვებით. აქედან ვიცოდეთ, რომ ყველა მაგალითი, რომელსაც კოუჩის ამპლუაში მოვიყვან, იქნება ნამდვილი ამბავი. მართლა ნამდვილი ამბავი. არის ერთი ამერიკელი კაცი, უნიჭიერესი კაცი, ჯიმი ბელ ჯუნიორი. ჯიმის ერთნაირად კარგად გამოზდის ამერიკული ფეხბურთის და კალათბურთის თამაში. ჯიმიმ ამერიკული ფეხბურთით დაიწყო, შემდეგ კალათბურთზე გადაერთო. ჰაისკულში ორივე სახეობაში თამაშს ახერხებდა, უთავსებდა ერთმანეთს, თუმცა მაინც უფრო კალათბურთისკენ უწევდა გული. ითამაშა ვესტ ვირჯინიის საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდებში. 2024 წელს ის მისისიპის საფეხბურთო გუნდში ვარჯიშობდა. 2025 წელს ჯიმის კონტრაქტი გაუფორმა NFL-ის ლოს ანჯელეს ჩარჯერმა. ვინც არიცით, NFL-ი არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ლიგა. ვერც ერთი ქვეყნის, ვერც ერთი სპორტის სახეობის, ვერც ერთი ჩემპიონატის ფინანსები ახლოსაც ვერ მიდის NFL-ის შესაძლებლობებთან. 36 გუნდია NFL-ში, თითოეულს 280 მილიონი დოლარი აქვს სახელფასო ფონდი. NFL-ში წელიწადში დაახლოებით 9-10 მილიარდი დოლარი იხარჯება მხოლოდ მოთამაშეთა ხელფასებში. ყველა ოცნებობს NFL-ში მოხვედრაზე. თუ კი NFL-ში თამაშობ, ყველას უყვარ ხარ. ტეილორ სვიფტსაც კი უყვარ ხარ. თან ქალაქსაც ხომ გააჩნია, ჯიმის ლოს ანჯელესის გუნდმა გაუფორმა კონტრაქტი. ამინდიც რო კაი გაქვს.
მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მას მაინც უფრო კალათბურთისკენ მიუწევდა გული. მან თავის გულის ხმას მოусმინა და დღეს პროფესიონალი კალათბურთელია, თამაშობს ტყიბულის ორგში. ამიტომ მეგობრებო, ნებისმიერი ქოუჩი საქართველოში თქვენ გეტყვით. იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის, მოусმინეთ თქვენი გულის ხმას. მე გეუბნებით, ჯავახ ქოუჩი გეუნებათ, თქვენი ოცნებები ყზე დაიკიდეთ, საქმეს მიხედეთ, საქმეს. რა ოცნებები. კი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ოცნებას მიზნად დაისახავენ, ყველაფერს გადადებენ და მიაღწევენ თავისას, მაგრამ ეგეთი არის 1000-დან 1. ამიტომ თქვენ რას უყურებთ 1000-დან 1-ს, მიხედეთ საქმეს, რა ოცნებები. რა კალათბურთი. არა, კალათბურთი ცალკე აღებული კი არა, მაგრამ რაც უეჭველი არის ძმაო ის, რაც არის, რა საქმე, სამსახური რაც არის ის. რა მე ჩემი გული კალათბურთის ეკუთვნის და რაღაცები. აჰა. ამიტომ ქოუჩებს არ მოусმინოთ მეგობრებო. არაფერი. თა რა არის ეს პრესაც, ხო? აჩვენებს იმ ერთ შემთხვევას 1000-დან, რომ აი პატიკომ მიზნად დაისახა რაღაცა და გამოუვიდა. ვისაც არ გამოუვიდა, იმას ხო არ აჩვენებენ. ეგეთი არის ყველა. ხო და გონია მე რომ აი შენს გამოგივა. არაფერი არ გამოგივათ ხალხო. არაფერი. საქმეს მიხედეთ, ოცნებები დაიკიდეთ. საქმე. თუ გსურთ მეტი ცხოვრებისეული რჩევა ჯავახ ქოუჩისგან, დაწერეთ კომენტარებში თქვენი ამბავი, რა გაწუხებთ, რა თემაზე გსურთ რჩევის მოსმენა, რა დილემა გაქვთ ცხოვრებაში, მაქსიმალურად ვეცდები ყველას გაგცეთ პასუხი და სწორი გზა დაგანახოთ. ყველა რჩევა უფასოა. თქვენგან საჭიროა მხოლოდ ამ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა, ზარის ღილაკის ჩართვა. მადლობა ყურადღებისთვის. შეხვდებით მალე.